მოგესალმებით კიდევ ერთხელ თრიალეთის ახალ ამბებს ვიკა ქალდანი გაგაცნობთ. გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო უბანთან მობილიზებულ აგიტატორებს სპეციალურ სიებზე საუბრობს, სადაც ამომრჩევლის ფოტოსურათები და პერსონალური ინფორმაციაა დატანილი. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სიებზე მინაწერით არჩევნების ფარულობა ირღვევა. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრი ანდრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით ქართული ოცნების კოორდინატორები კანონს არ არღვევენ. ოხანაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. ფაქტი და აქტი. ეს გახლავთ სიები, ეს არ გახლავთ ჩვეული სიები, ეს არის ფოტოსურათით, პირადი ნომრით, მისამართით, ეს გახლავთ კონკრეტულად მთელ ქალაქის მასშტაბით გვაქვს ეს სიები აღებული. ესენი უჭირავთ კოორდინატორებს, დამკვირვებლებს, გამგეობის თანამშრომლებს და აქ შეხედეთ ეს აღნიშნა, ანუ ვინც არის 48, იმას უსმევს პლუს, ვინც არის სავარაუდო 5 ნომრის შემომხაზველი, აი ამ აღრიცხვას შეადგენენ. აქ გვაქვს კიდევ ერთი სია, სადაც არის თანხები მითითებული, რა ოდენობის თანხას აძლევენ ამა თუ იმ ამომრჩეველს. აქაც ძალიან სასაცილო ფაქტია ის, რომ თუ ცენტრი გაცილებით ძვირი ღირს და თუ ქალაქის გარეუბანია, ის შესაბამისად ნაკლებად. არის ერთი ამ სიებით რადგან ყველა საარჩევნო უბანთან, ესე იგი სურათებითაც აქვს, თუ ადამიანები ამოიცნონ, მათზე გავლენა. ეს თვითონ ამ სიის არსებობაც არაკანონიერია, ის ფოტოსურათით უკვე სხვას მიუღია. თვითონ ამასაც აჩვენებენ. დაფიქსირდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან აქტიურობა, რომ ისინი ახდენენ პროვოცირებას ჩვენი მხარდამჭერების და აგიტატორების მისამართით. ისინი ცდილობდნენ და ჰქონდა ადგილი კარალეთში და გორში ერთ-ერთ უბანზე იმ მასალის გამოტაცებას მათი ჩვენი მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, რაც არის ძალიან უსიამოვნო ფაქტი და პირდაპირ პროვოკაცია, რომ მოახდინონ სიტუაციის დაძაბვა და შექმნან დესტაბილიზაციის მცდელობა. ჩვენ ამის უფლებას, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ. ეს საქმიანობა არის კანონმდებლობით დარეგულირებული, ეს არის კანონის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. შესაბამისად, ჩვენს მხარდამჭერებს და აგიტატორებს სრული უფლება აქვთ განახორციელონ კანონით ნებადართული საქმიანობა. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კი პროვოკაციის მცდელობას ჩვენ არ მივცემთ მათ რომ